გამოძება რა ეტაპზეა ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს გარდა იმისა მარიამ რომ 126-ე ძალადობის მუხლით არის საქმე აღძრული თუმცა შემიძლია დადასტურებით გითხრათ რომ ამ დრომდე არც არავინ დაუკითხავდა დაკავებაზე ხო საუბარი ზედმეტია რაც შეეხება ინციდენტს და შემთხვევის ადგილს აი სწორედ შერატონის შესასვლელში ვიმყოფებით ახლა ჩვენ და აი ეს ტერიტორია სწორედ აქ აი ამ კარის უკან დაიწყო თავდასხმა აი მე ვეცდები რომ გაჩვენოთ აი ამ ტერიტორიაზე ზუსტად აი აქ ახლა ხედავთ თქვენ კადრში როგორ აკეთებენ ქიმწმენდას შერატონის თანამშრომლები ეს ადგილია სადაც სისხლის კვალი ჯერ კიდევ წუხელი იყო ის სისხლის კვალი რომელიც ზეც რეაქცია არ ქონდა ალბათ დაახლოებით 4 საათის განმავლობაში პოლიციას თუმცა ამ კადრებს ჩვენი მაყურებელი ცოტა მოგვიანებით ნახავს ახლა გეტყვით იმას რომ ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია თუ სად იმყოფება გიორგი გახარია თუმცა ვიცით რომ ის თბილისში წავიდა მას შემდეგ რაც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს სასწრაფო დახმარების ავტომობილით ეკივი ჩვენთან საუბარში ამბობს რომ მას ჰქონდა ცხვირის მოტეხილობა, ტვინის შერყევა და ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია იმისი, რომ როდესაც გიორგი გახარია სწორედ აი ამ კარიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ გაიყვანა, სისხლის დიოდა, ლევან გოგიჩაიშვილი იყო კიდევ ასევე ის ადამიანი, რომელიც მალევე თავდასხმიდან ძალიან მალევე მოვიდა სასტუმრო შერატონში ჩვენთან საუბარში ყვება თავდასხმის დეტალებზე და ასევე გეტყვით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ ტელეპიროლის ეთერში წუხელ ინგა გრიგოლიასთან საკმაოდ მწვავე განცხადებები აკეთა სწორედ ჩვენი სატელევიზიო ჩართვით და წამოსული გახარია მოვიდა შერატონში რამდენად ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მას ჰქონდა კონკრეტულ პირთან შეხვედრა და სწორედ ამ დროს დაესხნა თავს მას გიორგი მანუელიძე დაესხა თავს რაც დადასტურებულად ვიცით დიტო სამხარაძე ისინი ამ დროს შერატონში ახალ წელს აღნიშნავდნენ და კეიფობდნენ მოქალაქე შემოყვანილია 02:34 წუთზე სასტრაფოს ბრიგადის მიერ. გადმოცემით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩვენთან ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, პაციენტი გონზე იყო, ჰემოდინამიკა სტაბილური, ძირითადად გამოხატული იყო ცხვირის ძვლის მოტეხილობა, ცდომის გარეშე და თავის ტვინის შერყევა. პოლიციელები იყვნენ აქ და ადგილზე თუ გამოკითხეს. თუ შევიდნენ იყვნენ. ორი ადამიანი არის იდენტიფიცირებული, ეს ხალხი ვინც მედიაში მოხდა ამათი გვარები, ამ ვირთხების პედაგოგიური მნიშვნელობით. ამ ვირთხებმა ერთი რამე უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ გავიგებთ აუცილებლად ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ეს ადამიანები აუცილებლად დაიჯებიან. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ეს ადამიანები იყვნენ მანამდე დაესხნენ ზვიად ქორიძეს, ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. გიორგი ხარია მარტო იყო და ნუ უბრალოდ ბევრი იყვნენ. ჩვენ ვთხოვეთ რომ კამერების ამბავი, მაგრამ აქ ვიყავით სხვათა შორის პოლიციელებმა როგორც წაიყვანეს ამათი უსაფრთხოების უფროსი. მე შემდეგ არ ვიცი. არ ვიცი, ჩასვეს რაღაცა თეთრი მანქანაში. ჩვენ მივწერთ ცენტრალურ ოფისს შერატონის, რომ თქვათ ბზეწოლა განახორციელონ ადგილობრივ აქაურ წარმომადგენლობაზე, რომ მათ ვერ შეძლონ ამის განადგურება. ეს არის ძალიან სერიოზული მტკიცებულება. ეს არის სისტემური დანაშაული, პოლიტიკური დანაშაული არის. მანუელიძე უნდა იცოდეს, რომ ძალიან სერიოზული პრობლემა გამორიცხული, ანუ რამდენი ხანი გაკეჩავთ რა, აი პირდაპირ მნიშვნელობით, რამდენი ხანი. აი მიწიდან ამოგთხრიში არა ადამიანოში, არა კაცო, აი პირდაპირ მნიშვნელობით. ჩვენ წუხელ ღამის შემდეგ მთელი ღამე მუშაობდა ჩვენი გადამხები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ასევე საავადმყოფოში პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვეძებთ შერატონის დაცვის სამსახურის უფროს თუმცა უშედეგოდ მისი ადგილმდებარეობა არის ჩვენთვის უცნობი ასევე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ რომ ამ დილის 8 საათამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი კამერა არ ქონდა კამერის ჩანაწერი არ ქონდა ამოღებული თავდასხმა მოხდა დაახლოებით პირველის ნახევარზე 4-ის ნახევარზე მაშინ როდესაც ჩვენ დავაფიქსირეთ კიდევაც რომ აქ არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობდა მე ვეცდები რომ იქნებ კიდევ ერთხელ შეგახედოთ რა ხდება შერატონში აი ხედავთ რომ ეს ტერიტორია ზუსტად სადაც აი სისხლის კვალი ახლაც ეთყობა რამდენად აი ეთყობა სისხლის კვალი რამდენად შეძლებს ახლა ჩვენი კამერა უკაცრავად რა ხდება თქვენი უსაფრთხოების სამსახურის სად არის თქვენი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სად არის შეგიძლიათ გითხრათ სისხლის კვალი სხვათა
საერთაშორისო აი ახლაც ჩანს ფილებზე რამდენად აღიქვა კამერა მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია ვერ გეტყვი თუმცა დაზუსტებით გეტყვი და ჩვენი მაყურებელი ამასაც ნახავს რომ 4 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს არაფერი გაუკეთებია იმისთვის რომ შემთხვევის ადგილი დაეცვა უფრო მეტიც დაახლოებით 5 საათზე პოლიციელებმა ლენტი საგამოძიებო ლენტი ჟურნალისტებს შემოგვავლეს მას შემდეგ დაიწყო აქ საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ მოვიდნენ აქ ექსპერტები რაც მედიამ კითხვები დასვა რატომ არ არის დაცული შემთხვევის ადგილი და რატომ მისცა საშუალება შინაგან საქმეთა სამინისტრომ შერატონის თანამშრომლებს რომ შემთხვევის ადგილი სრულად გაეწმინდა შემთხვევის ადგილის გაწმენდის ფოტოები სოციალურ ქსელში როგორც თავდასხმიდან რამდენიმე წუთში როგორც კი დაიწყეს დაალაგება შერატონის თანამშრომლებმა ვრცელდება ეს არის მტკიცებულება იმისი რომ არაფერი გააკეთეს უბრალოდ ყველაფერი გაწმინდეს და როგორც გითხარით მხოლოდ მას შემდეგ რაც მედიამ კითხვები დასვა რატომ არ იყვნენ ექსპერტები მოსული რატომ არ შემოსაზღვრეს ყვითელი ლენტით მიმდებარე ტერიტორია რატომ მქონდა ყველას ამის შესაძლებლობა რომ ტერიტორიაზე გაევლო პასუხები ვერ მივიღეთ გითხრეს რომ სამუშაოები დაიწყეს თუმცა როგორც გითხარით დაახლოებით დილის 5 საათზე მას შემდეგ რაც დიდი ხანის განმავლობაში მედია სვამდა კითხვებს რას აკეთებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ სიცხლიანი თავდასხმის შემდეგ დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ჩვენმა მაყურებელმა ნახა რომ ამ წუთებშიც კი სისხლის კვალი ისევ ატყვია შერატონის შესასვლელს და დივანსაც რომელსაც წმენდას ეხლა უტარებენ შერატონის თანამშრომლები 3 საათი გავიდა ხალხმა მას შემდეგ რაც თავდასხმა მოხდა. ვიცით ვინ არიან თავდასხმელები? გამოკითხვაზე არავინ არ ყავთ წაყვანილი. ანა რატომ არ არის დაცული პერიმეტრი? ვინ გიშლით პერიმეტრიც არ ყავთ? საზღვრული სადაც ამხელა დანაშაული მოხდა. სად არის დაცული? სად არის დაცული? ხო შიგნით არ შემოვიდეთ ხა. მოიც ახლა შეიძლება შიგნით შემოსვლა. რამდენი ხანი გავიდა? ამდენ ხან სად იყავით? ამდენ სად იყავით? პერიმეტრიც კი არ გავდაცული. 5:09 დანაშაული 4 საათის წინ მოხდა. სად იყავით ამდენ ხან? ხალხო, ჩვენ შემოგვარჩით ლენტი. მე და თიას გვარწყავთ ლენტს. ამოიღეთ თუ არა კამერების ჩანაწერები გეკითხებით. რატომ დაელოდეთ მიფტკიცებების განადგურებას? მოწმენდას რატომ დაელოდეთ? რატო არ ამოიღეთ კამერის ჩანაწერები ამ დრომდე? ეხლა რო ლენტი შემოაბით 3 საათის შემდეგ. რატომ არ არის თავდასხმელები დაკავებული ამ დრომდე? პროტოკოლში როგორ წერია? ეს იყო მტკიცებულება იმისა, რომელიც მაყურებელმა ნახა, როგორი უმოქმედე იყო პოლიცია მაშინ, როდესაც თავდასხმა განახორციელეს გიორგი გახარიაზე, თუმცა სულ პირველად თავდასხმა დაიწყო ჟურნალის მედია მკვლევარ ზვიად ქორიძეზე, რომელიც სასტუმრო შერატონში იყო. ზვიად ქორიძე დეტალურად ყვება თავდასხმის დეტალებს, გვიყვება იმასაც, როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები მიზანმიმართულად. მას შემდეგ, რაც იცნეს, ვინ იყო ზვიად ქორიძე, რომელიც გუშინ საპროტესტო აქციებზე იდგა მთელი დღე მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად. ამის შემდეგ მიზანმიმართულად მივიდნენ მასთან ჯერმანველი და შემდეგ გამოჩნდა დიმიტრი სამხარაძე, ესროლეს ქოთანის ზვიად ქორიძეს დაზიანებები თვალნათლივ ეთყობა და სათვალეც კი დაუმტვრეს და სწორედ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის შემდეგ თავს დაესხნენ გიორგი გახარიას. იმ სავარძელზე ვიყავი აქ დამჯდარი, რაღაც საუბარი მქონდა სატელეფონო. ვიდრე ერთ-ერთი მაგიდიდან არ მოვიდა ახალგაზრდა კაცი, მოიტანა სასმელი, ილოცავ ახალწელს და შემომთავაზა ხო არ მიირთმევთ. მე ვთხარი სამწუხარო დავსვამ, დიდი მადლობა, იმეც გილოცავთ და რა კი თვითონ მითხრა რომ მე გიცნობ რომ ზვიადი ხარ ქორიძე, მე ვთხარი ძალიან სასიამოვნო, თქვენ მეთქი რომ ვიცოდე, გიორგი ვარ მანუელიძე. ამით დამთავრდა ჩვენი კომუნიკაცია და წავიდა დაჯდა იქ. დაახლოებით 5-7 წუთში ამ დროს მე უღლეს ვესაუბრებოდი, ჩამოდის აი მხარეს ლითისფრიდან გამოდის დიმიტრი სამხარაძე, თავის სამხლებ კალბატონთან ერთად, მიზანმიმართულად მოდის ჩემს სავარძელთან და მეუბნება რომ მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე, ვიცი რაზეც ხარ ჩამოსული, შეიგინა ნაციონალური მოძრაობის მიმართ, მე ჩვეულებრივ გავატარე ეს გინება და მე ისეთი მკვეთრი ნაბიჯით წავიდა კარისკენ, დაბრუნდა, შემოვიდა ისევ
და დავიწყო უკვე ყვირილი რა თქვი შენ კოცებზე ვის აგინებ შენ მე ვთქვი ვინ კოცებზე ვის ვაგინებ და გადავიდა გინებაზე გადავიდა შეურაცხყოფაზე ურტყამდა ფეხს ამ მაგიდას აქ მართლა არ დაურტყამს არაფერი ჩემთვის და რო დავინახე რომ უკვე აიშალა ყველა მაგიდა და წამოვიდა ჩემი მიმართულებით მე დავიხარე უკვე ლობისკენ დაცვას ვთხოვე მხარდაჭერა დაცვა ჩაერთო საქმეში აი ამ დროს რაღაც ნივთი არ ვიცი რომელიმე მათგანმა მე ამას ვერ ამოვიცნობ ვერანაირად მომარტყა იქ და სათვალე მთლიანად დაიმსხვრა და მეორე აი ზუსტად ვიცი რომ გიორგი მანველიძე მაიღო რაღაც ნივთი რომელიც რაღაცა კერამიკის ქოთანი არ ვიცი რომელშიც იყო მიწა და ისროლა აი ლობის მაგიდის მიმართულებით არ ვიცი საგანგებოდ არ ვიცი ნებით ამაცილა იყო მუქარები ჩემი მისამართით მესმოდა ეს ხმა მე ავედი ნომერში და დაახლოებით 15-20 წუთში როდესაც უკვე ჩემი მეგობრები და კოლეგები მოვიდნენ სასტუმროში ვისაც მე შევატყობინე მათ დაინახეს უკვე აქ სხვა სურათი დაინახეს უკვე საკმაოდ დაზიანებული და მძიმე ტრამვებით გიორგი გახარია ზიად ქორიძეს წუხელ გვიან ღამით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა გამოკვლევების ამ წუთებში თავს კარგად გრძნობს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში ის წერს რომ და მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის და ამბობს რომ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანია რომ პოლიტპატიმრების საქმეები იყოს ყურადღების ცენტრში და არა თავად და თუმცა წერს რომ ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი პარალელურად ტვიტერში გამოაქვეყნა განცხადება ევროპელ პარტნიორებს ამ ძალადობის და თავდასხმის შესახებ უამბო. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით 126-ე ძალადობის მუხლით აქვს საქმე აღძრული და დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ამ დრომდე არც გიორგი მანველიძე და არც დიმიტრი სამხარძე, რომლებიც ოფიციალურად არიან დასახელებული თვითმხილველების მიერ თავდასხმაში მონაწილე პირებად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებია.